დილამ შედავისა მეგობრებო, ესეთი კარგი კომენტარით დავიწყებ დღეს დილას და სანამ მე ვიბლუყუნებ, თქვენ შეგიძლიათ წაიკითხოთ. მადლობა თამარ. მიყვარს და გამკვირვებია, ნუ თუ არ გისმენენ ის ქართველები, ვინც არიან ისტორიკოსები, მეცნიერები, ქართველოლოგები, არქეოლოგები და მრავალი განათლებული ადამიანი და არანაირი რეაქცია არ აქვს და რა ჯადოა ასეთი, რომ ყველას შენთან გვერდში თანადგომა გაეყინა. ერთადერთი ხარ, რომელიც სიღრმისეულად ხსნის ჩვენი ისტორიას და რეაქცია არავის აქვს. სამწუხაროა, მიყვარხარ თამარ. და მე დაუწერე მას, რომ შიში თქო რა. შიშია ეს ყველაფერი თქო რა. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო, რატო არავინ არ მიდგება მხარში? ამ საკითხში ქართულ ისტორიის, ქართულ ლაზარეს აღდგენაში, ქართულ ყველაფრის აღდგენაში, თქვენი აზრით, რატო არავინ არ მიდგება მხარში? მაინტერესებს თქვენი აზრები, დამიწერეთ. და იცით რა დამიწერეთ კიდე? თქვენ რატო გეშინიათ ჩემი ვიდეოების გაზიარება? ანუ ახლა არ გეზარებათ აშკარად რა, თუ ყურება არ გეზარებათ, მაშინ არც გაზიარება დაგეზარებათ. ესე გეშინიათ, ხო? რომ არ აზიარეთ ჩემს კომენტარებს და მაინტერესებს ისიც დამიწერეთ რა. ანუ მე არ მესმის შენი, ვერ გავიგე, ან საერთოდ რას ლაპარაკობ, არ მესმის, თუ არ გესმით ჩემი საუბრები. დამიწერეთ, რომ დაახლოებით წარმოდგენა მქონდეს იმაზე, რა სახის მაყურებელი მყავს რა. იმიტომ რომ აშკარად მე გრძნობ და ვხვდები, რომ მაყურებელი ჩემი ძირითადი არის, ესე იგი თუ ერთ ვიდეოს გაუზიარებლად 1500 ნახვა აქვს და 35 გაზიარებაზე მხოლოდ 700, ეს იმას ნიშნავს, რომ რომელ თემასაც ძალიან მნიშვნელოვანს გავაჟღერებ, იმ თემას ბლოკავს Facebook-ი. და ბლოკავს კი არა, ანუ ისე კი არ ბლოკავს, რომ არა აქვს ადამიანს ნახვის შესაძლებლობა, არამედ არ უხსნის. აი მაგალითად გადავაზიარე ჩემ პინზე ვიღაცის პოსტი და არ უხსნის სხვებს. არაჩვენებს უბრალოდ რა, რომ რაღაცა ვიდეო არსებობს. ნუ ამ შესაძლებლობა აქვს ახლა ციფრულ სამყაროს. სიტყვა დამავიწყე. ხო, რაც შეეხება ახლა YouTube-ს მინდა უთხრა, რომ ის ვიდეო, რომელიც მე დავიბლოკე, ხო? საერთოდ არანაირ არც არავის არ შეურაცხყოფს და არანაირად არ არის დასაბლოკი, მაგრამ მაინც ვერ გავიგე რატო დამიბლოკე რა. ხო და მოკლედ, მეც მართალი გითხრათ რა, ანუ სისტემა იმარჯვებს მეგობრებო, როგორც ჩანს რა, იმიტომ რომ ძალიან სურვილი მეკარგება ურეაქციოდ ვიდეოების ჩაწერაზე და საერთოდაც სურვილი მეკარგება რამის ბრძოლაზე რა. და აი, ეხლა ვაჟებშავას ლექსი მახსენდება თამარზე რო აქვს რა, რომ იბრძვის ეს ქალი მარტო. ვხედავ ცოცხალს და იბრძვის ეს ქალი მარტო. ვერავინ ვერ ეხმარება ამ ლექსის მიხედვით რა, ვაჟებშაველას ლექსის მიხედვით. მეც ხმალზე მაგ ხელი წავლებული, მაგრამ ვერც მე ვეხმარებიო გესმის. აი, ნახე როგორი რაღაცაა, რომ ეს ქალი მარტო იბრძვის დევების წინააღმდეგ. ვერავინ შიგადაშიგ ტასს უკრავენ, ვიღაცა იქით მამაკაცები, იქით ქალები, მაგრამ ვერავინ ვერ ეხმარება ამ ქალს აი ამ დევის წინააღმდეგ ბრძოლაში რა. და მახსენდება ჩემი თავი. და მახსენდება ის სიტყვები, კრავს
ცირი აქვს ძალა, მაგრამ მაინც იმარჯვებს ანტიქრისტეზე რა. და საწყალი ჩემი თავი, საბოლოო ჯამში მე დავუწყე ჩემ თავს ნუგეში რა. იმიტომ რომ სანუგეშოდ არავინ არ არის. და ახლა თქვენ რკინის გგონი ვართ, რომ აი მაინც ისეთი ძლიერი ვარ, რომ ესე ვებრძვი ამ ხელა ურჩხულებს და თქვენ დგახარ და მარტო ტაშსაც არ უკრავთ. გესმის? ის კი არა რომ რაღაცა დამიწეროთ, რომ აი თამარ მეც ვფიქრობ რომ ესია, აი ვიზიარებ შენს აზრებს, ესე უნდა გავაკეთოთ ის. არ მსჯელოთ, საერთოდ არ მსჯელოთ, რატო გეშინიათ? გეზარებათ? ბიჭო, გავიხედავ იმის პინზე უშველებელი კომენტარები, იმის პინზე უშველებელი კომენტარები. ჩემთან რა ხდება რა? არ იცით როგორ მესაუბროთ თუ საერთოდ ისეთ ქართული თუ ლაპარაკობ, რომ საერთოდ აღარ გესმით არაფერი? ანუ შესაძლებელია რომ ისეთი დამახინჯებული ქართული ვსაუბრობ უკვე, რომ თქვენამდე არ მოდის ეს და ვეღარაფერი ვეღარ გესმით რა. ბიჭო, დამიწერე რომ არ მესმის. გისმენ, მაგრამ არ მესმის. შეგიძლია ისეთი რაღაცა გააკეთო, რომ აი თუ არ გეშინია ჩემს გვერდზე კომენტარების დაწერა, თუ არ გრცხვენია აშკარად რა, ან გრცხვენია, ან გეშინია. და თუ გრცხვენია, მაშინ აღარ მოხვიდე, აღარ დავინახო რა. მართლა გეუბნები, არ მჭირდება შენი აქ ყურება, იმიტომ რომ გასკდე შურზე რას ვლაპარაკობ და საიდან ვიცი მე ამდენი ინფორმაცია და როგორ შევძელი ეს ყველაფერი. არ მაინტერესებს რა. შენთვის არ წერ მე ამ ვიდეოებს. თუმცა მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა, მე ვისთვის წერ, ვისთვის არ წერ. მე უბრალოდ აი ქალბატონი რომელიც ამ კომენტარს წერს, ეს კითხვა იცით რამდენჯერ გამიჩნდა მე? ეს კითხვა გამიჩნდა ძალიან ბევრჯერ რა. რატო ნუ თუ აღარ არიან ან ისტორიკოსები, ან მეცნიერები, ან ქართველოლოგები, ან არქეოლოგები, რომ ბიჭო, დამიკავშირდე, მე უნდა დავუკავშირდე იმათ? იქნებ დამიკავშირდნენ, აქ რაზეა, რომ იმაზეა, რომ აი თუ უნდა თვითონ დამიკავშირდე. ბიჭო, არც დაგიკავშირდები და ტრაკზე მაკოცე უკაცრავად რა. არავისაც არ დაუკავშირდები, რატო უნდა დავუკავშირდე? არ მივაწოდე იმაზე მეტი ინფორმაცია, ვიდრე საჭირო იყო? გესმით? აი, საერთოდ და მე პირად საუბრებში ასეთი რაღაცები ხდება რა. ჯერ ადრეა. გინდა მეცნიერის, გინდა ხელოვანის და გინდა ჯერ ადრეა. გინდა სასულიერობის. ბიჭო, რაღა ადრე არის. ლამის არის აგერ ღმერთად ვაქციოთ ის ხელში რაც მიჭერია ის. ლამის არის ღმერთი ჩამოვიყვანოთ დედამიწაზე ციფრული აპარატებით. ლამის არის გავფრინდეთ მარსზე. ლამის არის ლამისკენ შევქმნით უკვე ახალი სიცოცხლე. ახალი სიცოცხლე მეცნიერებაში შეიქმნა ქალისა და მამაკაცის საერთოდ სპერმატოზოიდის და უჯრედის გარეშე. გამაგებინეთ რა არის ჯერ ადრე. და ვისთვის არის ჯერ ადრე, ეს მაინც გამაგებინეთ. ან სასულიერო პირებმა, ან ეზოთერიკოს მეცნიერებმა, ან კიდე იმ ხელოვანებმა, ვინც აზრზეა ამ ყველაფრის რა. რა დროს ადრე არის, ბიჭო, დავიგვიანეთ უკვე, დავიგვიანეთ რა ადრე. გამოფხიზლებაში დავიგვიანეთ ხალხო. აგერ YouTube ბლოკავს რისთვის, თვითონაც არ იცის რისთვის. აქ ხან Facebook-ი ბლოკავს. ხან კი არა, Facebook-ი მზღუდავს და რატო, ესეთი ძალიან მაგარი ვარ. ანუ ბიჭო, გავიხედავ ის ხალხია გასაგებია, რომ არა, მე რეკლამაში ფულს არ ვიხდი. არც ჩემს ვიდეოების გაპიარებაში ფულს არ ვიხდი, მაგრამ ხელს ნუ მიშლი მაინც რა. ანუ ნუ ბლოკავ, რატომ ბლოკავ? რამეზე არასამართლიანს საუბრობ? და არასამართლიანს ვინ საუბრობს, იმას რატო არ ბლოკავ? ესე იგი მე ძალიან მაგარ სამართლიან რაღაცებს საუბრობ და ისეთ რაღაცებს საუბრობ, რომ შეიძლება კიდევაც სხვისთვის თავი მოეჭრათ. წაეცალათ თავი, ღმერთმა დამიფაროს. გინდ საგიჟეთში ამოეყოთ, ღმერთმა დამიფაროს. რა ნაზი შამანაური ჩემს ნაკლები იყო? ნაზი შამანაურს იმაში რომ ამოახდევინეს სული საგიჟეში, ფსიქიატრიულში რატო მოხდა ეგ? რა ნაზი შამანაურისაც არ ესმოდათ?
ძალიან კარგად ესმოდა ყველას და სისტემებსაც და ყველაფერს, მაგრამ არც ქართველი დაუდგა ნაზი შემანაურს გვერდში და არც უცხოელი. იმიტომ რომ ვერ გაბედეს სისტემის წინააღმდეგ წასვლა ვერ გაბედეს შიშრებსა და შიშარა და მორცხვი რო ყოფილიყო ადამიანი ამდენს ვერ მიაღწევდა, რასაც მე მივაღწიე. მე მაგალითად ძალიან მაგარი სურვილი დავკარგე იმის, რომ საერთოდ რამე გავაკეთო ქართველებისთვის რა. საქართველოსთვის, მაგრამ სურვილის დაკარგვა არ ნიშნავს იმას, რომ მე საქმეებს აღარ გავაკეთებ ხალხო. ერთია რომ სურვილი გაქვს და აკეთებ საქმეებს, მეორე რომ სურვილი აღარ გაქვს, მაგრამ მაინც აკეთებ, შენს ვალდებულებას იხდი. აი ამაში დიდი განსხვავება არის, გესმის? და ამ დროს, როდესაც შენ მხოლოდ ვალდებული ხარ და ვალდებულებას იხდი, შენი სამშობლოს წინაშე, ხო? ვალდებულებას როცა იხდი, უკვე იქ აღარ გაქვს სურვილი და როგორც თამარმა დატოვა ეს სახელმწიფო რომ მოუკლეს ყველა, მოუკლეს და ჩააუხშეს ყველანაირი ინტერესი და სურვილი. და საბოლოო ჯამში თქვენი დედაც ვატირეო რა. დაახვიეთ აქედან წავედი მე და კარგად იყო როგორც ქრისტემ გააკეთა ხალხო რა თქვენ გონიათ რომ ქრისტეს არ შეეძლო ცოტა დიდი ხანი ელაპარაკა ჩვენთვის და 33 წლის მაგივრად 66 წლის ასაკში ჯვარცმულიყო აღარ ქრისტეს არავინ არ დაუდგა მხარში თქვენ გონიათ რომ თავისი მოწაფეები დღეს რომ პარაკლისებს უტარებთ პეტრეს და პავლეს მისი მოწაფეები დაუდგნენ მხარში? არავინ არ დაუდგა მხარში, ყველა გაიხიზნა და პირდაპირ უთხრა, პირში უთხრა პეტრეს, რომ შენ სანამ მამალი იყილოს, მანამდე სამჯერ მიღალატებ რა რეებს მეფიცები აქვს, რა სიყვარულის მეფიცებიო და რა ერთგულებას მეფიცებიო, ბიჭო. ქრისტემ რომ დაინახა ამ ხალხის სახე, აღარ უნდა და აქ დარჩენა. იგივე ვითარებაში მოხდა თამარ მეფეც და იგივე ვითარებაში ვარ ეხა მეც რა. საერთოდ არანაირი სურვილი არ მაქვს მე ადამიანს ღმერთ კაცს რომ ვერ ხედავ შენ წინაშე ხო ქრისტე ვერ დაინახე რა გასაკვირია რომ თამარი დაგენახა ან მე დამინახო შენში ვერ აცოცხლებ ღმერთ კაცს ეგ იმის ნიშანია რომ შენ ვერ აცოცხლებ შენში ღმერთ კაცს პეტრემ სიმონმა, მათემ, ყველა 12-ვე მოციქულმა, თუნდაც იუდამ კიდე ყველაზე მეტი საქმე გააკეთა საერთოდ. ყველაზე ერთგული იუდა აღმოჩნდა ქრისტესი რა. იმიტომ რომ იმან თავი მაინც მოიკლა, თავისი სირცხვილის გამო და ამათმა რა გააკეთეს? წავიდნენ იბოდიალეს და რაღაცები იბურტყუნეს. რა გააკეთეს? აი რა გააკეთეს მისმა მოციქულებმა? რა ვიღაცა თეოლოგი მეტყვის ეხლა რომ ისო რა ქვია, თავი მოკვეთეს იმას, თავი მოკვეთეს. თავი რომ მოკვეთეს, რატო მოკვეთეს მერე თავი? იმიტომ რომ თავი ჰქონდა მოსაჭრელი. თავი მქონდა მოსაჭრელი იმ ადამიანს, ვისაც დაკვეთეს ყველას. რატო ქრისტეს არ მოკვეთეს თავი? რატო ქრისტესნაირად ჯვარზე არ ეცვნენ? თავების მოკვეთით რატო მოკვდა ყველა? იმიტომ რომ თავი მოეჭრათ. ქრისტეს წინაშე თავი მოიჭრეს. როცა ქრისტე ცოცხალი იყო, მაშინ ვერ დაუდგნენ ღერს და მერე წავიდნენ და იბოდიალეს რაღაც ქრისტეს სიტყვები და მაგარი ტიპები იყვნენ ვითომ რა. აბა მაგდალენს რატო არ დაეხმარენ? საერთოდ მაგდალენს ნაწერები სად გააქრეს? ერთადერთი დაეხმარა ლაზარე და მართა მარიამთან ერთად გაყვან მაგდალენელს იქით. სადაც მთელი ესპანეთი და იტალია მოაქცია. საფრანგეთი. ვერ გავიგე, რა გააკეთეს ისეთი პეტრემ და პავლეს საერთოდ არ ცხოვრობდა იმ დროში, რომ მაგდალენელის ნაწერები გადავყარეთ, სადღაცა შევჩურთეთ და პეტრეს და პავლეს დაყვანივეცით, დედას როგორ ნერვებზე მშლის ეს პატრიარქატული სამყარო რა. რა გინდათ ბიჭო ვერ გავიგე სუსტი სქესის წარმომადგენელი რო დაარქვეთ ქალს პატივი მაინც ეცით იმის საშოდან გამომძვრალ ხართ თქვენ უუნაროებო თქვენ უღმერთოებო
ამბიონზე შესვლა თურმე არ შეიძლება დედა ეკლესიაში ქალის. ვინ გითხრა რომ არ შეიძლება, სად გითხრა ქრისტემ რომ ამბიონზე შესვლა ქალის არ შეიძლებაო? დედა ეკლესია დაარქვი ეკლესიას და ქალის შესვლა არ შეიძლება? არა, ფალოს წაგრძელებული კაცების შესვლა შეიძლება დედა ეკლესიაში და ქალის შესვლა არ შეიძლება თურმე ამბიონზე. ვერ აიტანს ქალი. ბინძურია ქალი, ბინძური კი არა ბიჭო, ბინძური თავად ხარ შენ ტვინში. და ეს ქალებიც, მამაო, დევნეცი, მამაო და გამოფალოსებულია ყველა რა, ბიჭო, უყურებ ამ ხალხს რა სჭირს, ვფიქრობ, რა ჯანდაბამ დააჯადოვა მართლა ესე, რომ ვერ მოდის გონს ვინ არის და რა არის. რა გჭირთ ხალხო? თქვენი საკუთარი იდენტობა ღმერთი ხარ, რომ გეუბნება ქრისტე და შედამიცი მემაონი, არავინ არ გჭირდებაო, არავინო, ღმერთისა და შენ შორის არავინ არ უნდა იდგესო, ქრისტე გეუბნება, დავლეცი მამაო, ой, მამაო მჭირდება, მამაოსთან წავიდე, ის მამაო არ არის კარგი, სხვა უნდა მოუძებნო ეხლა. ვის უნდა მოძებნო, რა უნდა მოძებნო, ხალხო, ქრისტე გყავს. და ქრისტე არსად არ არის სხვაგანო, შენ თავში ეძებეო, ქრისტე გეუბნება, შენშია ქრისტეო, გესმის? და შენ კიდე გეშინია და ადრია ჯერ ამეების გაგების, ადრია ჯერ იმის გაგების, რომ ქალი ლეგიტიმურია, გინდა, ბიჭო, მაგდალინელი იყო ეპისკოპოსი, მოციქულთა მოციქული იყო, ეპისკოპოსი ნათლავდა კიდევაც და თავის ხელსაც ასხავდა ყველანაირად უფლებები ქონდა მაგდალინელს და მის კიდევ რამდენიმე 70 ქრისტეს მიმდევარ ქალს. მოწაფე ქალს, ისევე როგორც იყო პეტრე ლეგიტიმური, რომ ხელი დაესვა და მოენათლა ხალხისთვის, ისევე იყვნენ 70 სხვა ქალი, რომელიც დღემდე არ არის მოღწეული ჩვენამდე მაგდალინელის გარდა მათი სახელი და გვარები. რატო ნეტა? ვინ გითხრა, რომ ქალი ბინძურია, ვინ? ქალიდან გამოდის სიცოცხლე და ქალიდან გამომძვრალია ნებისმიერი მამაკაცი. თუ თქვენი არც უნდა დაიბადოთ ალბათ რა. არც უნდა დავბადოთ მამაკაცები, ალბათ ეგრე უნდა გავაკეთოთ და ბოლოს დაესმევა ამ ყველაფერ წერტილი და ყველა ქალი რომ მუცლიდან ამოაჭრეს ქალებს, ეხლა კაცები უნდა ამოაჭრან მუცლიდან რა. რატომ იშორებდნენ ქალებს? რატომ იშორებდნენ მუცლიდან ქალებს თუ იცით და როცა გოგოს გაიგებდნენ, გოგო იყო. იმიტომ რომ მამაკაცთა პატრიარქატულ სამყაროს ეშენია ქალების, რომ არ გამრავდეს ქალი. შენ გონია სხვანაირად ხელს ვერ შეუშლი და? არა, სპეციალურად დანერგილი იყო, ქალი არ გამრავლებული იყო დედამიწაზე. იმიტომ რომ ჭკვიანია ქალი და ძლიერია ქალი უდგას ქრისტეს მხარში. ქალი არ გაიქცა, ქალი დარჩა ქრისტესთან ჯვარცმაზე. არ შეეშინდა სიკვდილის, როგორც პეტრე და მისნაირებს. და შენ გინდა მითხრა რომ ქალი ბინძურია, ბინძური პირი გაქვს ბიჭო. გამოიხეხე კბილები, ვინც ქალზე იტყვის რომ ბინძურია და ამბიონზე ასვლა არ შეიძლება ქალისო. არ არსებობენ დღეს არც ისტორიკოსები, არც ქართველოლოგები, ყველა თავის საკეთილდღეოდ და ტრაკზე ფიქრობს რა. თავის საჯდომზე ფიქრობს, როგორ გამოიძღოს მუცელი და როგორ არ დაიცვას თავის ქართული. ყველა ბიჭო, როგორ ვუსმენ ხოლმე ჩემ თავს რა, როგორ ნერვიულობ ხოლმე რა. როგორ მანერვიულებს ეს ვითარება და ხალხი კიდე ამას ხედავს როგორც აი აგრესიულია როგორ ლაპარაკობს. და იმას კი არ ხედავს რომ რამხელა გულის ტკივილი მაქვს მე რომ ესე ვლაპარაკობ თორე რა დავსხდებოდი, დავიპრანჭებოდი, გადავიპლანტრებოდი, დავიბერავდი ამ ტუჩებში და დაგიწყებდი ლაპარაკ. აი დღეს რა ვჭამე და რა ჩავიჭი და რა გავიკეთე თვალებზე და რა ვიტყნაურე. მოგიყვებოდით მაგეებს რა. არ ვიცი რა. აი ნახეთ როგორი რაღაცაა რა. ნარიმანის კარზე საზოგადოება ისევ და ისევ გაამთელა თამარის არსებობამ რა. და ნახე, ზოგი ამბობს რომ ეგ თამარია, ეგ იცი რა რეალობას როგორც გარდაქმნი ის არის, ხდები?
პირდაპირ მნიშვნელობით, აი, ნარიმანის კარზე, რომ ვიღაცა მოდის და ამბობს თამარია, როგორც დასახავ, ისე იქნება, გესმის? შენ მიიღებ, რომ ეს თამარია, თამარი იქნება. არ მიიღებ, არ იქნება. შენს თავში როგორც წარმოიქმნება და როგორც გარდაქმნი რეალობა სიტყვის ძალის მიხედვით, ისე იქნება, გესმის? ისე. რეალობა არ არის ერთსახა. ცალსახა არ არის რეალობა. რეალობა არის მრავალსახა. როგორც კაცობრიობა აიღებს რაღაცა საკითხს და განიხილავს, ის იქნება იმდროინდელი რეალობა. სხვა დროში შეიძლება კაცობრიობა სხვანაირად აზროვნებდეს და სხვანაირი რეალობა აღმოცენდეს უცვლად. რომელიც იმ რეალობას, რომელიც 15 წლის წინ იყო, 15 წლის მერე სულ სხვა რეალობაში აღმოჩნდეს საზოგადოება. რეალობა არ არის რაღაცა მყარი ფორმა. რეალობა ცვალებადია. რეალობა არის ყოველთვის იმაზე დამოკიდებული, თუ რას წარმოიდგენს ადამიანი. რეებს ფიქრობს, როგორ გადაწყვიტავს თავის თავში, კი თუ არა. და თუ შენ არ ახარ უნარიანი, რომ მიიღო რაღაცა ახალი, ყოველთვის ამბობ არას. და თუ შენ ხარ უნარიანი, რომ მიიღო რაღაც ახალი, შენ ამბობ კი, რატომაც არა. არის მერე რა. კი, აი, ნარიმანის კარზე მოხდა ზუსტად მაგის გამჟღავნება, რომ მივედი და ვთქვი, ამენით მე კი არ ვთქვი, ამენაში წავიკითხე და ამოვიკითხე იმ ნიშნების მიხედვით, რომელიც ნარიმანმა თავის კარზე გამოაცხადა, რომ ამენით მეთქი თამარი ყოფილვარ. სრულიად იქ მდგომნი გაიყვნენ ორ აზრად, კი ან არა. გესმის? და საბოლოო ჯამში ყველას ვაგინე დედა. და აი გაერთიანდნენ მერე და ყველამ თქვა, რომ ეს თამარია? კითხვა დასვა, გესმის? მე რატო ვაკეთებ ახლა შედარებებს, იცი, აი ძალიან ისეთი თემები მაქვს მე, აი პირდაპირ როგორი პროვოკაციული თემები მაქვს, იცი? ეპაკაჟური გამოსვლებიო და ეს ეპაკაჟური გამოსვლები კი არა. ისეთი მნიშვნელოვანი გამოსვლები მაქვს მე დღეს საქართველოს საზოგადოებაში, რომ ჩემნაირი ადამიანი რო არ ყოფილიყო, ვერ გამოფხიზლდებოდა ალბათ ვერავინ რა. იქნებოდა ისევ იმ წუმპეში. და მარტო მე კი არ ვარ ესეთი ხალხო, ჩემნაირი კიდე ბევრია დღეს საქართველოში. და ამიტომ მე რომ აქვს ან თუნდაც ეპაკაჟური გამოსვლები თუ სალოსური გამოსვლები თუ პროვოკაციული გამოსვლები, ხო? ეს იმდენად მნიშვნელოვანია, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დღეს ქართველი ერისთვის. იმდენად დააჩლუნგა აი ამ ანტიქრისტიანულმა ეკლესიამ დღეს საქართველოში რო არის შემცვლელი ანტიქრისტე. იმდენად დაატლუა და ჯერ ადრეა იმის გაგება, რომ ქალი თურმე შეიძლება იყოს მოციქული ქრისტესი რა და ქალს თურმე შეიძლება ჰქონდეს უფლებები მონათლოს კიდევაც, იქადაგოს კიდევაც და თურმე ამბიონზე ავიდეს კიდევაც რა. ამისთვის ჯერ ადრეაო, გესმის? როცა მეცნიერება უკვე ისეთ რაღაცებს აკეთებს, რომ ექსპერიმენტებს ატარებს, ისეთი რომ სიცოცხლე წარმოქმნა ახლიდან მამაკაცის და ქალის გარეშე გეუბნებით კიდევ ერთხელ გავიმეორებ რა. და ჯერ ადრეაო, ის რომ გავაცნობიეროთ, რომ ქალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის იმ რელიგიაშიც და იმ სარწმუნოებაშიც, რომელიც ქრისტიანულია. ქალი იყო, რომელმაც დაბადა ღმერთი, ქალი იყო, რომელმაც დაინახა აღდგომა, ამაღლება ქრისტესი. ქალი იყო ეს ყველაფერი და არა კაცი. ქალი იყო წმინდა ნინო, როცა შემოვიდა და კიდევ ქრისტიანობა მეორედ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მეორედ კი არა, სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებინა. ქრისტიანობა მანამდე იყო, კი არ შემოიტანა ქრისტიანობა, სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადებინა. ქალი იყო ის. ქალი იყო, ვინც გააბწყინა საქართველო. ერთადერთი ეპოქის, ერთადერთი მსოფლიო მასშტაბით ეპოქაში არსებობს იმდროინდელ, აი სრულიად ისტორიაში. ქრისტიანულ ისტორიაში, ქრისტეს შობიდან არ არსებობს დრო,
სადაც დაერქვა ნებისმიერ ადგილზე დრო და ადგილი, რომ დარქმოდეს ოქროს ხანა. არ არსებობს ესეთი ადგილი. არსებობს მხოლოდ საქართველოში ერთი ადგილი, საქართველო. დედამიწაზე ერთი ადგილი საქართველო, რომელიც ისევ და ისევ ქალმა შეძლო, ხალხო, გამოფხიზლით, დროებს ამბობთ, რომ ქალს არ აქვს უფლება ლაპარაკი, ქალს არ აქვს უფლება ამბიონზე დადგომის, მაშ ისევ შენ რა გითხარი, რაც თამარი რო ამბიონზე იდგა და რომ მოძღრავდა ხალხს. მატრიარქატად წოდებული არის ის თითოეულ უცხოელთან, ვინც თამარი გაიცნო. რატომ არ გამოვიპრანჭე? რა დროს გამოპრანჭვის დროა, ბიჭო, საქართველოს შეხედე რა დღეშია. ვინც იპრანჭებით გული მისკდება ხოლმე, ან განა ვერ ხედავთ ვითარებას? აი ესეთი გამოშტერებული ხალხის შემხედვარე კარგად ვარ კიდე რა, კარგ დღეში მაქვს ნერვები მართლა რა. ძალიან მაგარი ტიპი ვარ, აი მართლა ძალიან მაგარი ვიღაცა ვარ. დაჯდებიან და გამოიპრანჭებიან და ეს ლაინერი და ის ტუჩსაცხი და ის და ეს. და საქართველო ყვავყორნებს მიაქვს და რა მერე. იყავი და იჯექი მაგ ტუჩსაცხი დასიებული და დაბერილი ტუჩებით იმ საქართველოში, რომელიც შენ აღარ გეკუთვნის? ბიჭო, მე სულ ჩემს თავს ვეჩხუბები, რა გინდა გაანები ამ საქართველოს თავი, რა გინდა რას გადაეკიდი ამ საქართველოს. წადი შვილო, იცხოვრე შენი ცხოვრებით რა. ჩემს თავს ვეჩხუბები, ხალხო, რა გინდა, რა შხუბობ. დაიკიდე ეს საქართველო რა, დაიკიდე ეს ხალხი, დაიკიდე ეს ყველაფერი რა. ან მოიხსენით ვერთი. რატომ მაინც და მაინც მაშინ მაინც ვერ ვეშვები ამ ყველაფერს გამაგებინ. რატომ ხალხო დამეხმარეთ რა, მართლა გეუბნები, დამეხმარეთ. არ შემიძლია, არ მინდა ეს, არ მინდა ამაზე ფიქრი, აღარ მინდა, დავიღალე უკვე რა. დავიღალე, იმიტომ რომ არანაირი აზრი არ აქვს. აი ღმერთო, რა ვიცი, ალბათ ეგეთი ხელშეკრულება დავდე, რომ მოვიდოდი ამ დედამიწაზე. იმის იმედით, რომ რაღაცას გადავარჩენდი და ვნახავდი, რომ საერთოდ არაფერი არ შემიძლია, აბსოლუტურად უნარო ვარ, ეს ხალხი მაგარი ჩაყრუებულია და ჩადებილებულია, ამ ყველაფერს დავინახავდი და მე ვიტყვი, ღმერთო, წამიყვანე ისე და აი მაშინ განმიტევებდა სულს ღმერთი რა. ალბათ ესეთი ხელშეკრულება მაგ დადებული, მე სხვანაირად ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე სხვა აზრს ვერ გამოვიტან. ვერ გამომაქვს სხვა აზრი. იმიტომ რომ აშკარად ხალხი არის, ვისთანაც არ მივედი მოაზროვნე ადამიანთან, ბიზნესმენთან, მეცნიერთან, ხელოვანთან. ბიჭო, მართლა გიჟი ვარ მე მგონი რა. მართლა გიჟი ვარ, რომ თუ იმდენი ხალხი ყველას ეშინია და იმალება, მე რატო არ მეშინია რა. მე მგონი მართლა გიჟი ვარ. წამიყვანეთ საგიჟეთში, მე მგონი იქ არის ჩემი ადგილი რა. დედას ვიცავარ, დედას მოსწყონია ამ ყველაფერს. საერთოდ არ მაინტერესებს რა მოუვა საქართველოს. რატო არ მაინტერესებს? რატო არ შემიძლია ამის გაკეთება? ეხლა დავიწყებ კივილს. რატომ არ შემიძლია დავიკიდო? შეგიძლიათ ფსიქოლოგებმა მილშიეთ რამე. რატომ არ შემიძლია დავიკიდო საქართველოს ბედი? კიდევ ერთხელ ვიტყვი რა. ეს შმაგსაც წაუღია ეს საქართველო. არ მაინტერესებს მეთქი. შო, გადავწყვიტე რომ აღარ მაინტერესებს. ეხლა თქვენი ბრძოლეთ აცი.